ქართველი ხელოვანები როტერდამში ექსპოზიციას ჰოლანდიად 15-დან 22 აპრილამდე უმასპინძლებს. წელს როტერდამს საქართველოდან 2 დიზაინერი და 3 მხატვარი საკუთარი ნამუშევრებით ეწვევა. თბილისში და როტერდამამდე ნახეთ ნინი ზარდიაშვილის სიუჟეტი. თბილისიდან როტერდამამდე ამ სახელწოდების ექსპოზიციას ჰოლანდიად 15 აპრილიდან უმასპინძლებს. ქართველი მხატვრებისა და დიზაინერების ნამუშევრებს ჰოლანდიაში წელს უკვე მეხუთედში აფასებენ. ნატურმორტი პორტრეტი და პეიზაჟი მუყაოზე პასტელით შესრულებულ სამნახატს და რამდენიმე ფოტოს მოდერნისტი მხატვარი კახა ჩხატარაიშვილი ჰოლანდიაში წასაღებად ამზადებს. სახელოსნოში ამჟამად 70-მდე ნახატი და რამდენიმე მონუმენტია, რომელიც პროფესიით მოქანდაკემ დიდი ხნის წინ შექმნა. ექსპრომტად შესრულებული ნამუშევარი მხატვარმა ქრონიკასაც უსახსოვრა. ჩემთვის ჰოლანდია მეორე გამოფენა უთხრეთში გერმანიაში ქონდა სტუტგარტში იმას სამი დიდი ნახატი ეს არის ჰოლანდიის ბანკის პორტრეტი ნატურმორტი და ქალი ბერეტი. უკვე რამდენიმე წელია ორი ქართველი დიზაინერი მასტერკლასებსა და საკუთარი ნამუშევრების გამოფენებს ჰოლანდიაში მართავს. ამაში კი მათ ჰოლანდიური ფონდი სოსი და საქართველოს კულტურის სამინისტრო ეხმარებათ. მარტო გამოფენისთვის არ არის, ეს შეიძლება იყოს გამოფენა სიცოცხლისთვის, მომავლისთვის, რწმენისთვის. ჩვენთვის იმდენად საინტერესოა თქაზე მუშაობა, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს მისი კეთება, ასე ვთქვათ. ჩვენი ძალიან დიდ სიამოვნებას ვანიჭებს. ვინაიდან ჩვენი ცხოვრება ბევრ სიძნელებთან არის დაკავშირებული, ყოველდღიურობა მით უმეტეს, რაღაცნაირად ვცდილობ, რომ ჩემს შემოქმედებაში გადავრთო ჩემი თავიც და სხვა მის საზოგადოების მაყურებლები. თექის ფერადი აქსესუარები გოჩა გოძიაშვილის, ნესტან ციკლაურისა და კახა ჩხატარაიშვილის ნამუშევრები როტერდამში 22 აპრილამდე დარჩება.